კვლავ საქართველოს 2015 წლის რთველი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ოთარ დანელიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს ჩასაბარებელი ყურძნის სუბსიდირება მოხდება. სუბსიდირებას მიიღებენ არა ღვინის კომპანიები, არამედ მევენახეები. გლეხები ჩაბარებული ყურძნის საფასურს დაგვიანების გარეშე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებენ. წელს რთველი საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება, თუმცა შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც იქნება. წელს მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავასუბსიდირებთ კახეთში რთველს და დარჩება ძველი ნიშნულების სუბსიდირების ნაწილში. ეს გახლავთ 35 თეთრი ყურძნის შემთხვევაში და ეს გახლავთ 15 თეთრი შავი ყურძნის შემთხვევაში. მიმდინარე წლის თებერვლიდან უკვე სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა გაუშვით, რომელიც მათ შორის ვაზის დაზღვევასაც გულისხმობს და მნიშვნელოვან წელს სახელმწიფო ფარავს. წელსაც ზუსტი აღრიცხვა იქნება ნაწარმოები, ანუ ყოველი კილოგრამი ყურძენი, რომელიც ჩაბარდება ღვინის კომპანიებში, იქნება აღრიცხული ელექტრონულად, ანუ რეალურ დროში აისახება ეს ინფორმაცია ჩვენს სერვერზე.